ჰალკ, გაჩუმდი, კამილ, მე ყველაზე მშვიდი ჰალკი ვარ მსოფლიოში. ჰალკ. ჰალკ დაჯექი, კარგი ბიჭი, მომეცი შენი თათი. კარგი ბიჭი, მომეცი შენი მეორე თათი. კარგი ბიჭი ხარ. მეორე. კარგი ბიჭი. კარგი ბიჭი. ვა, გასაოცარია. უნდა ვიჩხაროთ, სანამ მამა ჩემი შეამჩნევს, რომ გასაღები ავიღე. ხო. კამილ, რომელს ვიპარავთ? აბა შენით თუ გამოიცნობ რომელს? დიდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე დიდი ვარ და პატარაში ვერ დავჯდები. ჰალკ, რას ლაპარაკობ? ჩვენ წავიყვანთ პორშეს, კაბრიოლეტია. გოგონები გაგიჟდებიან, როცა ამ მანქანაში დაგვინახავენ. ჩანდაბა ასეა. ჩვენ ამას ვაკეთებთ გოგონებისთვის. მოიცადე, კამილ. ჰალკ, რა იყო? მამა შენმა თუ ეს გაიგო, მაგრად დაგვრჩის არა? ჩვენ მოვიპარეთ მისი მანქანა. ამაზე ჯერ არ მიფიქრია. მანამ დავაბრუნებთ მანქანას, სანამ ის რამეს გაიგებს. მაგარია, პირველად ვიპარავ მანქანას. გონია რომ ფორსაჟის ფილმში ვარ. წარმოიდგინეთ ბიჭების სახეები, როდესაც ისინი დაგვინახავენ. მე დავჯდები. ჰალკ, რატომ დაჯდები შენ? იმიტომ რომ შენ არ გაქვს მართვის მოწმობა. მე კი მაქვს. თუ პოლიციელები დაგვიჭერენ, მამა შენს დაუძახებენ და მერე იცი რაც მოხდება. კარგი, მოდი გავაკეთოთ ეს. ჰალკ, არ შეგიძლია მანქანის დარება? შემიძლია, მე პირველად მართავ პორშე კაბრიოლეტს. აი, ესეც ასე. დამერწმუნე, ეს კრემი არ ბილებს კანს წამებში. შეგიძლია შეეხო. ვა, მართლა რბილია, ბავშვის კანი ვითაა. ხო, გითხარი, მართლა კარგია. არ წაისვა იგი სახეზე, თორემ ბავშვის უკანალივით გექნება. ამას ვერ ვუყურებ, ის ორი იდიოტი ისევ ჩვენს მაგიდასთან არიან. გონი არასწორი მაგიდა გაქვთ დაკავებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეცდომა არ დაგვიშვია. ეს ჩვენი ადგილებია. ჩვენ ყოველთვის აქ ვისხდებით. სულელები არიან. მათ არაფერი ესმით. სულელი ხარ? შენ მართლა არაფერი გესმის. თქვენ ხართ სულელები, ჩოგბურთელები. თლიან სახეზე გაწერიათ. ჩვენ სულელები ვართ. ადიქით და წადით აქედან. ეს არის ჩვენი მაგიდა. ჩოგბურთელები მშივრები არიან და როცა გვშია, არ ღირს ჩვენი გაბრაზება. იქ ნაგვის ურნასთან არის თავისუფალი ადგილი. ეს არის მაგიდა სულელებისთვის. შეგიძლია იქ დაჯდე. ამას ნამდვილად არ დაგიშლით. ღმერთო ჩემო, იცოდეთ როგორი საშინლები ხართ. ენჯი შეხედე, შუბლზე მუწუკი გაქვს. ეს სულაც არ არის მუწუკი. ეს მისი მეორე თავია. მართლა მაქვს მუწუკი? არა, ენჯი, ისინი იტყუებიან. თქვენ ხართ კამპუსის მუწუკები, რომლისგან თავის დაღწევაც შეუძლებელია. მართლა ძალიან დაცხა. დაცხა, წყურია. ძალიან წყურია. გაგრილი პატარავ, აქ ძალიან ცხელა. სულელი. რა ჯანდაბა გჭირთ, ჩოგბურთელებო? დაჯექი პატარა კორეელო, სანამ შენც გაგაგრილი ახლავე. იდიოტი. ძალიან მინდა რომ მათ სახეში მუშტი დავარტყა. დამშვიდი?
ახლავე წავალთ აქედან. თავად გაგრილდი სულელო. რა ჭანდაბა? სულელები. კარგი გოგოებო, რას უჭამთ? ახლა აღარაფერს. მადა დამეკარგა. Porsche კაბრიოლეტი, ჩემი ოცნება. ვა, მაგარი მანქანა. დიახ, ეს არის Porsche კაბრიოლეტი და მასში მხოლოდ 2 ადგილია. მე ვხედავ ამას ჰალკ. საიდან იშოვა ჰალკმა Porsche-ს ფული? ეს არ არის ჰალკის მანქანა. სწორად მივხვდი? მამას მანქანა უკითხავად წაიყვანე? რატომ გონია რომ უკითხავად? მან თავად მოგცა გასაღებები და გვითხრა: ბიჭებო, წაიღეთ ჩემი Porsche. კამილ, მამა ვერ მოგცემდა მანქანის გასაღებს, მართვის მოწმობაც კი არ გაქვს. ხო, მე არ მაქვს, მაგრამ ჰალკს აქვს. ხო, შემიძლია გაჩვენო. კამილ, არ გინდა გაგვასეირნო? ტევ, გაგიზდი? თუ მამა ჩემმა გაიგო, დიდ შარში ვიქნებით. გადავიფიქრე, აღარ მინდა გასეირნება. ახლავე მამას დავურეკავ. ო, ვიღაცა მაგარ შარშია. ამინა, შენ რა, გინდა რომ შენ ძმას პრობლემები შეექმნას? ვიცოდი რომ მატყუებდი. ნაის, მოშორდი მანქანას. არ გააფუჭო შენი სელფებით. მე გითხარი არა, ეს ნიშნავს არას. მისმინი ამინა, წინა დღეს ჩემს ოთახში გავდიოდი და $200 ვიპოვე და ვიფიქრე, მე მგონი ეს ფული შენ უფრო გჭირდება, ვიდრე მე. ჰალკ, მომაშორე ხელი. ეს არ არის საკმარისი. აი, კიდევ 100. არაფერი დამინახავს. სტეფ, საყიდლებზე უნდა წავიდეთ. ნაის, გადადი მანქანიდან, სწრაფად გაათავისუფლე ჩემი ადგილი. კამილ, სელფი გადავიღე და პატარა ენჯის გავუგზავნე. მე ვუთხარი, რომ ეს ჩემი მანქანაა. გესმის? ო, მეგობრებო, ნახეთ, ჰალკმა Porsche-ს სურათი გამოაქვეყნა. მომეცი აქ. რატომ იჩენს თავს დიდი ბიჭი? საიდან აქვს მას ეს Porsche? ყვითელი კაბრიოლეტია. მე ვიცი საიდანაც აქვს. ქუჩაში ალბათ სხვისი მანქანა დაინახა და გადაწყვიტა და გადაეღო სურათი. მატყუარა კუნთა სულელი. ბიჭებო, იცით რა? Porsche რომ ყავდეს და დავინახო რომ მასზე ვიღაც დაკუნთული ტიპი იღებს ფოტოს, მანდვე გავხეთქავდით სემაში ჩემი ბიტით. კი, სამწუხაროა რომ Porsche არ ყავს. სიამოვნებით ვნახავდი ამას. ბიჭება, მოდი შევამოწმოთ, იქნებ მართლა კაბრიოლეტით მოვიდა. დენს დამშვიდდი. ხო, ის მართლაც მოვიდა ყვითელი მანქანით. ეს სკოლის ავტობუსია. ვაუ, რა მაგარი მანქანაა. კარგია. მოშორდი მანქანას, ეს შენი სულაც არ არის. რა? არც შენი არ არის, სულელო კუნთა. ეს კამილის მანქანაა. სანამ მას შეეხები, კამილს უნდა სთხოვო ნებართვა. სად იშავა ბავშვმა ასეთი მანქანა? საიდან მოიტანა? მამამ დაუთმო ის. ვერ ხვდები? სერიოზულად? ხო, სერიოზულად. მე გეუბნები. ძალიან მაგარია ძმაო. პატივისცემა ჩემგან. აი მესმის, მანქანა დაინახა და ახლა პატივს გცემს. ფაზლ, სასეირნოდ წასვლა ხომ არ გინდა? ეს შესაძლებელია? არა, არ არის. მოდით კამპუსში გოგონების სანახავად წავიდეთ. არ შეეხოთ ჩვენს მანქანას ხელებით, თითების კვალს დატოვებთ. არ მინდა შენი სულელური მანქანა, სახურავი არ აქვს. ყვითელია, პატარა და მახინჯი, შენ თვითონ ხარ. სულელებო, სახურავი ღია დატოვეთ. რატომ ზივარ მგზავრის სავარძელზე ლუზერივით?
მე უნდა გადავიღო ვიდეო და გამოვაქვეყნო, რომ ენჯიმ დაინახოს და თავით ცუდად იგრძნოს, რომ ჩემნაირი მაგარი ბიჭი მიატოვა. ჯანდაბა, ფაზლმა პორშე იყიდა, კაბრიოლეტი. ჯანდაბა, მე გავყვები ცოლა და მცუდბით. რა? ჯანდაბა, ეს ხმა მაღლა თქვი? სხვათა შორის დიახ. რა ხდება? რას უყურებთ? ეს შენია? არა, ეს ბუშტისაა. რა თქმა უნდა ჩემია. ძვირი უნდა იყოს, არა? ძვირია, გუფი. ძალიან ძვირია. თქვენ მას ვერასოდეს მიიღებთ. შეიძლება წავიყვანო და შენ არ ხარ იმ ასაკში, რომ მართო ასეთი მანქანა. ჩემი ლამბორჯინი შენს პორშეს მაინც ჯომბია. ლამბორჯინი, სად არის შენი ლამბორჯინი? სკოლის ავტობუსით დადიხარ. მე მომწონს ჩვენი სკოლის ავტობუსი. ყოველთვის არის ცარიელი ადგილები, მარცხნივაც და მარჯვნივაც. შენ მხოლოდ 2 პატარა ადგილი გაქვს. ონკა, რას ლაპარაკობ? პორშეს ფეხზე დგომით გავატარებდი რომ ყავდეს. გაგიჟდი? კარგი, საკმარისია საუბარი. ჩემს მანქანასთან ახლოს მიკარებული რომ დაგინახოთ, თქვენს თავს დააბრალეთ რაც მოხდება. ლუზერებო, თუ გინდათ შეგიძლიათ მანქანა გამირეცხოთ. $5 მოგცემთ, არ მოგატყუებთ. ის ძალიან მახისიანებს. ჩვენ არ ვართ შენი მანქანის მრეცხავები. თავხედი. მეგობრებო, ნახეთ რა მაქვს. მიუხვდი რასაც გულისხმობ. სწორად ეს დაიმსახურა. წავიდეთ აქედან. I hit record a job you can't ignore it. I'm transforming now these cars. უკვე 12 კომენტარია პოსტის ქვეშ. დარწმუნებული ვარ, რომ ენჯის მოეწონება ეს მანქანა. ხელზე კანი მეც ბავშვის უკანალივით რბილი მაქვს. ჰო, მეც ხომ ასე გითხარი. ჰეი გოგონებო. ჩემი პოსტი ნახეთ? დღეს კამპუსში რითი მოვედი. ჰო, ნახე. პორშე კაბრიოლეტი, ყვითელი. რა? სადიშოვე ეგ მანქანა? მამა ჩემი ოფისში ვიმუშავე. ვეხმარები საბუთების მოწესრიგებაში. გასეირნება ხომ არ გნებავთ? არ მიჯერა შენი. ჰალკმა დღეს ზუსტად იგივე სურათი გამოგზავნა პორშესთან. ჰო, ზუსტად იგივე. მე შემიძლია დავამტკიცო, რომ დიდმა ბიჭმა ჩემი პორშეს წინ გადაიღო სურათი. კარგი, მისმინე, თუ მოიტყუები, მაგრადინანებ. რატომ გაშეშდი? წამოდი, მაჩვენე შენი პორშე კაბრიოლეტი. მე გაჩვენებთ. ხმერთო ჩემო, ვინ გააკეთა ეს? ჯანდაბა, რა არის ეს? ჩვენ მაგარ შარში გავეხვიეთ, გასაღებები არ უნდა მოგვეპარა. ჯანდაბა, ახლა რა ვქნა? მამა ჩემი მომკლავს თუ გაიგო. შეხედეთ, აქ არის ჩემი მანქანა. როგორც თქვი, ეს არის ყვითელი კაბრიოლეტი. მე არ ვიტყუები. ბოლოს და ბოლოს აღიარე, რომ ლუზერი ხარ. ეს სასაცილოა. რა ჯანდაბა, ვინ დაწერა ეს? მეც ამის კითხვას ვაპირებდი, რატომ არის შენი სახელი ჩემს მანქანაზე? კარგი, თქვენ ორმა გაარკვიეთ. წავიდეთ აქედან. წავიდეთ ენჯი. აქ ყოფნა არასასიამოვნოა. მეგობარო. ძმაო, შენ მაგარ შარში გაეხვიე. სიმართლეს გეუბნებით, რატომ დავწერდი, რომ მე ლუზერი ვარ? მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში ფაზლით სრულობს თუ არა. ასევე გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას. ჰეი ლუზერო. კარგად გაწმენდე.